პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის და მინდა სოლიდარობა გამოუცხადა უკანონო დაკავებულ ყველა პოლიტპატიმარს და მათ ოჯახებს და ვიტყვი რომ რა თქმა უნდა როგორც შვილისთვის რთული ასეთ პირობებში ცხოვრება ერთ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება მამაჩემი და მამა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და ასე არის ის ჩემთვისაც და რა ვიცი მისი ყოველი ზარი თუ რჩევა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და როგორც შვილს რა თქმა უნდა ამის დანაკლისი მაქვს მაგრამ ვიაზრებ რომ ის ახლა არის ამ ტყვეობაში იმის გამო რომ იდგა ხალხის გვერდით როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და ადამიანი რომელსაც უნდოდა საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის დაცვა დღევანდელ პროცესზე იმას ვიტყვი, რომ დღეს ყველამ ერთად კარგად ვნახეთ, მე შორიდან ვადევნებდი ამ პროცესს თვალს, ნახეთ, რომ მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, განსაკუთრებით მის საქმეში, იმიტომ რომ არანაირი ძალადობრივი ორგანიზაციის წევრი ის არ იყო, არანაირი ძალადობრივი დამხობის მოწოდებას ადგილი არ ქონია, ის როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, გულანთებული ადამიანი იდგა ამ აქციაზე, ჩვეულებრივი ადამიანების გვერდით ის აქციაზე იყო, ჩემს არასრულწლოვან ერთად მეც ბევრჯერ ვდგარო არ აქციაზე მის გვერდით და მგონია რომ ასეთ პირობებში ცხოვრება ძალიან აბსურდულია და ცუდია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. თუ ეს პოლიტიკური დევნა ჩემი აზრით ზოგადად არ შეჩერდა, საქართველო დაკარგავს ყველაზე ძვირფას ხალხის რწმენას და სამართლიანობის არსებობას. ნამდვილად კარგი მამის კარგი შვილი ხართ, ნინი, ეხლა გისმენთ და აი არ ვიცი, აღფრთოვანებული ვარ. ნინი, ერთი კითხვა მაქვს კიდევ და გისაუბრიათ პაატასთან მანამდე ვიდრე დააკავებდნენ, უშვებდა რომ აი შეიძლებოდა დაეჭირათ და ციხეში აღმოჩენილიყო იმ საყოველთაო დიდი აქციის გამო და აი ამ ყველაფრის გამო რაც იქ ხდებოდა. ამაზე დაშვება თუ გაუკეთებია როდისმე. როგორც დღეს როგორც ვიცი პროცესზე თვითონაც ახსენა რომ ეგრეთ წოდებული ხიფათი აქციების დროს ყოველთვის არსებობს და ჩვენ არაერთხელ გვინახავს რომ აქციაზე დარბეულ ადამიანებს უკანონოდ იჭერენ, აკავებენ და როგორც როცა ჩვეულებრივი მოქალაქე და ადამიანი რომელსაც ჩვენი ქვეყანა გიყვარს ასეთი სახის აქციებზე დგახარ როგორც მშვიდობიანი მოქალაქე, იმის ალბათობა რომ ხელისუფლება შეეძლება შენი ხმა ჩაახშოს საკმაოდ მაღალია და ალბათ როცა აქციაზე მიდის ნებისმიერი ადამიანი ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, ყველას აქვს ამის მოლოდინი 1%-ით მაინც კი. და პაატას დაკავებამდე, რაც შეეხება ერთ მომენტს გავიხსენებ, დაკავებამდე ვესაუბრებოდი დაახლოებით 2 წუთით ადრე და დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი, სადაც გამოაცხადეს, რომ ეს ადამიანები დააკავეს, მაგრამ მაგ დროს პაატა დაკავებული არ იყო, პირდაპირ ეთერში უყურებდა თუ როგორ გამოაცხადეს მისი სახელი და გვარი დაკავებულად, როცა სინამდვილეში საერთოდ არ იყო ჯერ დაკავებული. მაგრამ ეს და მსგავსი რაღაცები ყველანაირ ფასს კარგავს და არ გვაკვირებს არავის ისეთ მდგომარეობაში გვიწევს ახლა ცხოვრება და ზოგადად გონია რომ არავის არ აქვს უფლება რომ ადამიანებს განვითარების და უკეთესი ცხოვრების გზა ჩაუკეტოს. ამ როცა აქციებზე ადამიანები დგანან, ახლა განსაკუთრებით უნდა საკუთარი ქვეყნის უკეთესი და ევროპული მომავლის დაცვა. 27 სახელმწიფოა ევროკავშირში და აქედან ყველაზე დიდი უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნება სწორედ ამ ქვეყნებშია და მინდა რომ შედარება გავაკეთოთ სად უფრო დაცულია ხალხი ევროპაში თუ რუსული ტიპის ავტოკრატიაში, სადაც ადამიანებს საკუთარი გამოხატვის თავისუფლება არ აქვთ. და მინდა გულით მჯეროდეს რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების შვილებიც ასე ფიქრობენ რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირში არის და ზუსტად იმ მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ევროკავშირის წევრობის სახით, რომელსაც ესე ლაპარაკობენ ხოლმე ქართული ოცნების წევრები ასე ხშირად. დიახ, ძალიან კარგი გოგო ხართ, ნინი, სპეციალურად არ გაწყვეტინებდით, იმედია მამა უყურებს ახლა ტელევიზორს გისმენთ და იმედია რომ ტკბება თქვენით. ეს არის მცირედი, რაც ჩვენ მედიაში ვინც მუშაობთ, გავაკეთოთ ახლა მათთვის, ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. მე და მადლობა, ნინი, ძალიან დიდი მადლობა.